ჩვენ ბრუნდებით უკვე თეატრალური ფესტივალის კონკურსის შემდეგ ლიტერატურულ კონკურსით და ლიტერატურის ბლოკით ყოველ ოთხშაბათს ჩვენ გვაქვს ლიტერატურული რუბრიკა, სადაც წარუდგენთ ახალ წიგნებს მსმენელს და მაყურებელს. ჩვენი სტუმრები არიან ბატონი ბესო ხვედელიძე მწერალი, ხალბატონი ნათია ლურსმანაშვილი ლიტჯის როგორც არ გატკინოთ წარმომადგენელი და პაატა სერბილაძე. ასევე ლიტერატურა ჯიდან მოყოლებული ახლა უკვე ლიტჯის წარმომადგენელი. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ გვეწვიეთ და მოდი დავიწყოთ რა არის ეს ლიტერატურული კონკურსი წერო და ძალიან კარგი სლოგანია გინდა წერო უნდა წერო. ხო? გამორჩეული. კი, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მინდა ასე ვთქვათ გახაროთ რომ 21 ოქტომბერს ანუ გუშინ წინ ჩვენ დავიწყეთ წერო 2013 სამწუხაროდ გქონდა ორწლიანი, სამწლიანი წყვეტა და ეს რაღაც მიზეზებით აიხსნება, თუმცა ეხლა უკვე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენ და ფარმაცევტული კომპანია GPC ისევ შევძელით და დავიწყეთ ეს წერო. ალბათ საინტერესო იქნება როგორია პირობები ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრებულ ნებისმიერ მსურველს ლიტჯიზე დარეგისტრებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოაგზავნოს 5-დან 10 გვერდამდე ნაწარმოები, სულ ერთია თემატიკა, უბრალოდ უნდა იყოს, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული მანამდე, არც ბეჭდურ და არც ელექტრონულ გამოცემებში. ამისთვის მათ აქვს დაახლოებით 3 კვირა. ანუ ეს და შემდეგ უკვე ფარული ჟიური შეარჩევს 15 საუკეთესო მოთხრობას, დაახლოებით 15 საუკეთესო მოთხრობას და მერე მკითხველს რჩება უკვე დაახლოებით 2 კვირა, ანუ 26 ნოემბრამდე მკითხველი შეძლებს გამოავლინოს 3 საუკეთესო მწერალი. თუმცა ეს ავტორები ანონიმურად რჩებიან. ავტორები ბოლომდე იქნებიან ანონიმურები, დიახ, დაჯილდოების დღეს გავიგებთ ვინ იყო მონაწილეები, ვინ იყო ის 15 ავტორის 15 ნაწარმოების ავტორები ვინ იყვნენ. ამას გავიგებთ დაჯილდოების ცერემონიაზე 28 ნოემბერს, რომელიც მწერალთა სახლში გაიმართება და რა ვიცი, სულ ეს არის, მინდა წარმატება ვუსურვო ყველას და ამ 15 მოთხრობიდან რასაც შეარჩევს ჟიური. მკითხველი ავლენს, ანუ ხმის მიცემა ხდება თუ როგორ გამოვიდა? კი ბატონო, მკითხველი ავლენს, ხდება ხმის მიცემაც, რა თქმა უნდა ჩვენ ვაკონტროლებთ, რომ თითო მომხმარებელმა, ასე ვთქვათ, თითო ხმა მისცეს და გარდა ამისა, მიმდინარეობს დისკუსია როგორც ჩვენს გვერდზე, ასევე Facebook-ის გვერდზე, წეროს გვერდზე და ლიტჯი გამოავლენს ასევე 10 საუკეთესო ყველაზე აქტიურ მკითხველს, რომელიც დაჯილდოვდებიან ლიტჯის ასლარიანი ბარათებით, რის საშუალებითაც შეიძენენ ჩვენი ვებგვერდზე წიგნებს, ასე რომ მკითხველებისთვისაც მზრუნავს, დიახ. რაც შეეხება პრიზებს გამარჯვებულებისთვის, პირველი პრიზი ეს არის ვერცხლის წერო და 3000 ლარი, ასევე მეორე პრიზი არის 2000 ლარი და მესამე პრიზი არის 1000 ლარი. ჩვენ რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავთ რომ მხარდამჭერე კომპანიებიც თავიანთ გამარჯვებულებს გამოავლენენ და მათაც დააჯილდოვებენ, ასე რომ ველით ყველას. ნომინაცია არის ერთი, ხო? აქ არ არის პოეზიაში. ნომინაცია არის მხოლოდ ამ წუთას ამჯერად ვატარებთ პროზაში და ალბათ ადრე იყო პოეზია. პოეზია იყო, დიახ, პოეზია იყო, თუმცა ამჯერად სეზონურად იყო არა, რაღაც გაზაფხულზე არა. გაზაფხულზე იყო პოეზია, სამთავრობო შემოდგომაზე იყო ხოლმე პროზა, დიახ. დაღვინებულ სეზონზე პროზა. მოდი წეროც ისტორიას მივყვეთ და თითქმის ყველა ის თანამედროვე მწერალი, ვისაც ახლა ვიცნობთ. მონაწილეობდა ამ კონკურსში და იყო ლიტერატურა G ესეთი პორტალი, რომელიც ახლა არის ლიტჯი, უკვე ელექტრონული წიგნების მაღაზია. ამ პორტალზე გაიცნო ძალიან ბევრმა ერთმანეთი. და ეს ციფრული პროცესი, ანუ პირველად ციფრული გაციფრულება ლიტერატურის რეალურად შეინიშნა ლიტერატურა G-ზე. დიახ, ამას მართლა ბესო ხვედელიძე ბოდიში პაატა გავაგრძელებ ერთ-ერთი ასეთი მონაწილეა, თითქმის ყველა წეროში მონაწილეობდა მისმა ერთ-ერთმა მოთხრობამ, რომელიც გახდა წეროს ერთ-ერთი გამარჯვებული, მე-13 კოპლი, რუსეთში საუკეთესო მოთხრობად დასახელდა. თავის დროზე ითარგმნა და დასახელდა საუკეთესო მოთხრობად. და მე მიჭირავს ბოდიში წიგნები. წეროს, მოკლედ აი ეს 5 წეროს, 5 კრებული, ასე რომ ძალიან გამიხარდებენ, რომ მე-6 შეემატება ამას. და მოდი ისევ პაატა და შემდეგ უკვე ბესოსთან. ლიტერატურა G-ის ისტორია იწყება 2003 წლიდან. ეს იყო თუ პირველი არა, ნამდვილად ერთ-ერთი პირველი პორტალი, რომელსაც საშუალება ჰქონდათ მწერლებს, გამოცდილ მწერლებს, დამწყებ მწერლებს, რომ გამოუქვეყნებიათ თავიანთი ნაწარმოები და მომენტალურად მიეღოთ უკავშირი მკითხველისგან, რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ამაზე დისკუსია იყო, რამდენად ჭირდება მწერალს კომენტარი თავისი მკითხველისგან,
იყო ისეთი მოსაზრებაც, რომ არ ჭირდება, თუმცა ალბათ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მწერალმა მიიღოს ის კომენტარები, არა უბრალოდ საშუალო სტატისტიკური მკითხველისგან, არამედ იქ იყო საკმაოდ სერიოზული საზოგადოება წარმოდგენილი. მათ შორის კრიტიკიდან, სერიოზული კრიტიკოსები იყვნენ ჩართული. დისკუსიები და დისკუსიები იყო ძალიან და დღემდე არის ძალიან სოციალური დისკუსიები. საიტი, როგორც ვთქვით, 2003 წლიდან ამოქმედდა, ძალიან პოპულარული გახდა, ათასობით შეიძლება ითქვას, რომ ათასობით ავტორი იყო დარეგისტრირებული და გაცილებით მეტი მკითხველი. 10,000-ზე მეტი ნაწარმოები არის განთავსებული ლიტერატურა ჯის ამხრის განმავლობაში და 2006 წელს სწორედ ამ საიტისა და ფარმაცევტული კომპანია GPC-ის ერთობლივი იდეის საფუძველზე შეიქმნა ეს კონკურსი. ამ კონკურსის ფორმატი იყო აბსოლუტურად ახალი. ანუ ეს იყო პირველი ონლაინ კონკურსი საქართველოში და ალბათ ასეთი ფორმატის კონკურსები სხვაგანაც არ იყო ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ეს შედარებით 10 წლის წინ ხდება, შედარებით ახალი პერიოდია, როდესაც ინტერნეტი მაშინ იკრებს ძალას და სოციალური ქსელები მაშინ იკრებს მომხმარებლებს დიდი რაოდენობით და გამოვიდა ძალიან საინტერესო ფორმატი. ანუ ერთი მხრივ არის კვალიფიციური და ძალიან კომპეტენტური ჟიური, რომელიც ადგენს ეგრეთ წოდებულ მოკლე სიას ნაწარმოებებისა და მინდა გითხრათ, რომ საშუალო შემოდიოდა 200-დან 300-მდე ნაწარმოები თითოეულ კონკურსზე, საკმაოდ დიდი რაოდენობაა. და შემდეგ უკვე 10-15 ნაწარმოები, რომელსაც შეარჩევდა ჟიური, ამის განხილვა იწყებოდა ფორუმზე, სხვადასხვა ფორუმებზე, სხვადასხვა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურად. და ეს დისკუსიები იყო ყველაზე საინტერესო. ეს დისკუსიები აძლევდა საშუალებას მწერალს, რომ დაენახა ელემენტარულად რა იყო ძლიერი მხარეები მისი ნაწარმოების, რა იყო შედარებით სისუსტეები, გაითვალისწინებია სამომავლოდ. როგორც აღნიშნე ალექს, ნამდვილად თანამედროვე ყველა ცნობილი მწერალი ასე თუ ისე მონაწილეობდა ამ პროცესში. და ისე უკაცრავად რამ დამაინტერესა კორექტულობის ფარგლებში იყო ხოლმე ეს დისკუსიები, იმიტომ რომ ხშირად არის რომ აი ინტერნეტში მსგავსი დისკუსიების დროს რაღაცა ზღვარს გადადიან ხოლმე და შორის მართლა მე რაც მახსოვს, ბოდიში პატო უპასუხებ. ანუ პროფესიონალური შეფასებების დონეზე რჩებოდა ხო? კრიტიკა, დისკუსიები სერიოზული. მე მახსოვს აი სუსუ პირველი რო იყო ეს რაღაც ყავისფერი ფონი რო ქონდა, აი ძალიან ისეთი დაუხვეწავი საიტი რო იყო, იმ დროიდან მახსოვს ლიტერატურა G და აი როგორ განვითარდა შემდეგ და ფორმები მიიღო. ბესო. მწერალი, რომელიც უკვე ცნობილი იყავი, წიგნის გამოქვეყნების პრობლემა შენ არ გქონდა და მიუხედავად ამისა, შენც ძალიან აქტიური მომხმარებელი გახდი ლიტერატურა G-ს. პირველი სკოლისა მიულოცავ კითხველსაც, ლიტერატურას, მწერლებსაც, წეროს დაბრუნებას. იმდენმა წყალმა ჩაიარა ბოლო კონკურსის მერე, რომ რაღაცნაირად თქო მივიწყებული ვქონდა და რატომაც მეგონა რომ აღარც აღას დგებოდა და ვიღაცის ხუმრობა მეგონა, რაღაც აპინული თემა რომ ნახე იქ ინტერნეტში და მე რომ დავაკვირდი, თურმე მართლაც დაბრუნებულა და საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. ჯერ ერთი ახალი კონკურსი იყო და ყოველთვის ჭირდება ხოლმე ესეთ წამოწყებებს ხარდაჭერა და ისევ და ისევ იქ იყო რამოდენიმე ესეთი ცნობილი მწერალი, რომელმაც არ ითაკილა და ამ ახალგაზრდული არც იყო, მე მგონი არც არის ეს ახალგაზრდულად ესე გაფორმებული რო ახალგაზრდული კონკურსია, მიიღეს მონაწილეობა, მაგალითი იყო სხვებისთვის, რომ ასე ვთქვათ, კონკურსის პრესტიჟი გამაგრებულიყო და ასე ვთქვათ, ამ რამოდენიმე ადამიანმა ძალიან კარგი სამსახური გაუწია ესეთმა ცნობილმა მწერალმა ამ კონკურსს. ყველაფერს თავი დავანებოთ, ნუ ეხლა ფინანსური мотиваციები და ასე შემდეგ, მე პირადად სამი კარგი მოთხრობა დამაწერინა. რო არ ყოფილიყო ეს წერო, ის მოთხრობებიც ალბათ არ შეიქმნებოდა. სწორედ გამომდინარე იქიდან, აი ამ სპეციფიკიდან ამ კონკურსის ხვდებოდი რა ტიპის მოთხრობებზე შეიძლებოდა გაკეთებულიყო აქცენტი, ეს რაღაც მით უმეტეს რო ხმის მიცემა არის აი ესეთი სახით, ესეთი ინტერაქტიული სახით. ალბათ თუ ვინმე დაიწყებს ციფრული ლიტერატურის კვლევა საქართველოში, დაიწყებს ლიტერატურა G-დან. აი ამ ბაზიდან გარკვეულწილად ეს იყო პულსაცია ლიტერატურული პროცესის, არა მარტო ციფრულის. და აქ ითქვა, რომ ყველა ცნობილმა მწერალმა მიიღო მონაწილეობა, თვალად ეგრეც არ ყოფილა, თითქმის ყველა ცნობილმა მწერალმა მიიღო მონაწილეობა, ძალიან ბევრს მოდი ჩამოვთვალოთ. შემდეგ გახდა უკვე ცნობილი. ჩამოვთვალოთ წეროს ბრილიანტები ვინ იყვნენ. აი გადავშალოთ ნებისმიერი და დავიკითხოთ. მე მგონი 100-ზე მეტი ავტორი დაგროვდა ამ ყოველ შემთხვევაში ამ პროზის კონკურსების განმავლობაში. ბესოდან ირმა გოზერძაშვილი, კოკა არჩუაძე, რატიანიანი, ლევან სეფისკვერაძე, დათო ქარდავა, აი გავაგზავნოთ ზურე ჯიშკარიანი, აკაკევანიშვილი, ვანო ჩხიკვაძე ერთ-ერთი გამარჯვებული, თამთა მელაშვილი და ნუ მოკლედ გრძელი სია. საკმაოდ.
ასე რომ ბესო მართლა დამოვიწყდა. შენი მოთხრობები ითარგმნა თუ არ ვწდები გერმანიაში, ხო? არა მხოლოდ ითარგმნა, გამოიცა წიგნად და ეხლა დეკემბრიდან უკვე დიდ ტურნეს ვიწყებთ ევროპაში ამ წიგნის. ამ წიგნს უნდა ვდიოდა, ასე ვთქვათ, კითხვები და შეხვედრები უნდა ჩატარდეს კითხველებთან გერმანულენოვან ქვეყნებში და სამწუხაროდ ის მოთხრობები, რომლებიც ითარგმნა, ხო, არც ერთი არ არის წეროსთვის და წეროში წარდგენილი მოთხრობებიდან არც ერთი არ ყოფილა. 4 მოთხრობა შევიდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კრებულებში შესული 4 მოთხრობა სპეციალურად ამოარჩიეს. დიდმა ჯგუფმა იმუშავა თარგმანზე, გერმანელებმა, ქართველებმა, გერმანულმა ქართველებმა და საბოლოო ჯამში ესეთი გახდა წიგნი მივიღეთ 4 მოთხრობა, ვრცელი მოთხრობა არის, 1200 გვერდამდე წიგნი გამოვიდა. და ეხლა ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე იყო პრეზენტაცია, წარდგინება და ნუ ეს დასაწყისია რაღაც ახალი ფანჯარა გაიღო და რაღაც. ნათია, რაიმე განსხვავება ხომ არ არის წლევანდელ წეროსა და ფაქტიურად არაფერი. ერთადერთი ის იქნება, რომ კრებული, რომელიც აქამდე მხოლოდ ბეჭდური ვერსია გამოდიოდა ამ კრებულის, ახლა იქნება ელექტრონული ვერსიაზე, ნებისმიერ სრულას შეიძლება შეიძინოს ჩვენივე ვებგვერდზე, ლიტჩიზე ეს კრებული, ასე რომ განსხვავება კიდევ ის არის, რომ კულტურის სამინისტრო გვეხმარება, ფაქტიურად სხვა განსხვავება არ არის. იგივე ფორმატით მიმდინარეობს ჩვეული. სხვა განსხვავება იქნება ის ბეზო თუ არ მიიღებს მონაწილეობას. კი. იმედია მაგ განსხვავებას. ხო, სხვათა შორის დაჯილდოებამდე ვერ გავიგებ ანონიმურად კონტაქტული იქნება. შეიძლება ითქვას, რომ თქვათ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ არ დავასახელებ რისი ავტორი. რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ ჟიურიში ხო, მაგრამ რაღაცნაირად იმდენად ხიბლავდა თვითონ ეს პროცესი. ერთ-ერთი გრძელდება ხოლმე მიახლოებით ეს კონკურსი და ამით რაღაც ფეთქავს თითქოს ეს ქართული ლიტერატურა. და რო იწყება ხოლმე, და არის იწყება ესეთი რაღაც, რომ აი ეს იმის სტილს გავს. ეს ხო არა ბესო ხვედელი და ან რაღაც ეს ის იქნება და ვარაუდები და და თქვა ისე მშვიდადაც არ მიდის ხოლმე ის კარგი შეხლა შემოხლებიც მახსოვს მე ინტერნეტ სივრცეში. არა, იყო ჩავარდნა ეს რამდენიმე წლიანი და ეხლა რა მდგომარეობა, ანუ რამდენად არის პერსპექტივა იმისი, რომ ეს გახდება ყოველწლიური და აღარ იქნება მსგავსი პაუზა. პერსპექტივა ამის არის, გარანტია გვაქვს იმის, რომ ეს იქნება ყოველწლიური, იგივე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანუ ამის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ასევე ნუ ისე მხარში გვედგება GPC როგორც ორგანიზატორი და ასევე ჩვენც არ დავაგებთ. გარანტიები უფრო მყარია და აღარ იქნება. იმაზე მყარი ვიდრე იყო. წინა წეროს გამოცდილებიდან რამდენი მოთხრობის შემოსვლას ელოდებით ახლობით? მე ვფიქრობ, რომ სულ 200 მოთხრობა მაინც უნდა შემოვიდეს. იმიტომ რომ ჩვენ ეს საკმაო ხნის წინ დავაანონსეთ, ოფიციალურად გამოვაცხადეთ 2 დღის წინ, მაგრამ ასე თქვა, საჭირო წრეებში ეს საკმაო ხნის წინ იცოდნენ, დაახლოებით 2 თვის წინ იცოდნენ, რომ ესეთი კონკურსი ჩატარდებოდა, რომ წელს წერვა აღდგებოდა, ასე რომ ვფიქრობ, რომ ბევრს უკვე მომზადებული აქვს, ბევრმა შეიძლება ახლა ბოლოს უკვე გადახედოს თავის მოთხრობას და დროც საკმარისი აქვს პრინციპში. იმისათვის, რომ დაახლოებით 3 კვირა აქვს იმისთვის, რომ ნაწარმოები ატვირთონ, პროცედურა ატვირთვის ძალიან მარტივია, ასე რომ ვფიქრობ, რომ 200 ნაწარმოები იქნება სულ მცირე. 2 ნაწარმოებით არ შეუძლია, ხო, ავტორს? ავტორს არ შეუძლია არავითარ შემთხვევაში 2 ნაწარმოებით მონაწილეობა. სხვადასხვა გვარსახელით მონაწილეობა. ხო, ყოფილა შემთხვევა. ერთადერთი იყო ამის შემთხვევა, მაგრამ ეს ბოლოს მაინც ირკვევა ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც ირჩევა ის ეგრეთ წოდებული shortlist-ი, რომელსაც შემდეგ აფასებენ მკითხველები, ამ დროს უკვე უნდა დააიდენტიფიციროს ორგანიზატორებთან საკუთარი თავით და იდენტიფიცირების დროს ეს უკვე შეუძლებელია, ასე ვთქვათ, ასეთი თაღლითობა. იმ ავტორს რა დაემატა? ის ავტორი მოიხსნა. აჰა. მისი ორივე ნაწარმოები მოიხსნა კონკურსიდან. ანუ ცოტა მკაცრიც სდევს თან. ლიბჯიზე მინდა. ჩვენ ერთ-ერთ ოთხშაბათს აუცილებლად გავაკეთებთ ციფრული ლიტერატურის შესახებ. გადაცემის ნაწილს მივუძღვნით მთლიანად. მაინტერესებს ლიტჯი. რა მდგომარეობაა, ვთქვათ, აი ამ კუთხით. იზრდება თუ არა პოპულარობა და როგორც უკვე აღნიშნეთ, 10 წლის ისტორია აქვს უკვე ლიტერატურა ჯის. ლიტერატურა ჯი და ლიტჯის ორივე ის დომენებია, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ იმასთან ერთად რომ მკითხველებს აქვთ საშუალება, რომ ნახონ შეაფასონ მომენტალურად გამოქვეყნებული ნაწარმოები, რომელსაც პრინციპში უმეტესობას არ ქონდა გავლილი კორექტურა, არ იყო გარედაქტირებული, ეს იყო პირველივე, ასე ვთქვათ, პირველადი პროდუქტი, რომელსაც ჰქონდა მწერლები.
ამის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ასევე კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს კითხულს საშუალება ქონოდა უკვე წიგნის სახით შექმნილი ნაწარმოები მიეღო, ნუ ბუნებრივია ჩვენ ამას უყურებთ. უფასოდ ვეღარ მივაწვდით. ამიტომაც შეიქმნა ორი მიმართულება. ერთი არის ლიტიჯი, ჩვენი ელექტრონული წიგნების მაღაზია და ლიტერატურა ჯი ისევ ფუნქციონირებს. ყველას ისევ შეუძლია გამოაქვეყნოს თავის ნაწარმოებები, ასევე ფუნქციონირებს ლიტერატურა ჯის ფორუმი, რომელსაც ძალიან დიდი დისკუსიები იქნება ახლა წეროსთან დაკავშირებით, ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ ერთი კარგი მომენტი არის ბოლოს 3 წლის განმავლობაში სოციალური ქსელების განსაკუთრებით Facebook-ის პოპულარობამ ეს ყველაფერი უფრო ფართო მასებში გაიტანა და ფაქტობრივად ნებისმიერი ადამიანი შეუძლია ამ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღოს ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ფორუმზე საჭირო მაინც რეგისტრაცია. ლიტერატურა ჯისთან დაკავშირებით მაინტერესებდა, ეს მხოლოდ ქართულენოვანი ნაწარმოებები ხდება ლიტერატურა ჯიზე თუ არის ლიტერატურა ჯიზე იყო მხოლოდ ქართულენოვანი ნაწარმოებები, ორიგინალი ნაწარმოებები და რასაკვირველია ცალკე ნომინაციები ჰქონდა თარგმანების, ანუ ლიტერატურა ჯიზე მუდმივად არის კონკურსი, ანუ მუდმივად იდება უცხოელი წერლებისთვის თუ არის შესაძლებელი თავიანთი წერლებისთვის უცხო ენაზე ნაწარმოებების განთავსების საშუალება არ იყო, ჩვენ ასეთი პოლიტიკა ჰქონდა, იმიტომ რომ ეს იყო ქართული ლიტერატურული პორტალი, თუმცა ლიტიჯიზე რასაკვირველია განთავსებული არის ძალიან ბევრ სხვადასხვა ენაზე წიგნები. ინტერაქტიულ წიგნებს რაც შეეხება, აი თქვა ბავშვებისთვის, ხომ არ გაქვთ რაიმე სიახლე? კი, გვაქვს ჩვენ ბაკურს ვლაკავის გამომცემლობასთან ერთად ვაკეთებთ ასე ვთქვათ ინტერაქტიულ მულტიმედია წიგნებს. თავდაპირველად გავაკეთეთ შოშია, ეს იყო იაკობ გოგებაშვილის მარადმწვანე ხეების მიხედვით. ძალიან ესეთი საინტერესო და ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ. გათვლილი ჰქონდა 3-დან სადღაც 8 წლამდე, 5-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის, თუმცა მანამდეც და მე ბავშვების ძალიან ესეთი ხალისით ღებულობდნენ ამ წიგნს. შემდეგ უკვე გავაკეთეთ სათაგური, ესეც ვაჟა-ფშაველას მიხედვით და ნუ ესეც საკმაოდ წარმატებულად. რა ვიცი, ეხლა უკვე მუშაობთ ნაცარქექიაზე და შემდეგ ნელ-ნელა გავაგრძელებთ, შევავსებთ ბიბლიოთეკას. რეალურად აი ამ დინამიკას როცა აკვირდებით, აი ამ წლების განმავლობაში, აი როგორც ბიზნესს, როგორ შეაფასებდით, თქვათ, რა პერსპექტივები აქვს? გულისხმობ აი ელექტრონული წიგნების გაყიდვას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ბიზნესი უკვე მე-3 წელიწადია არსებობს, ფუნქციონირებს და იზრდება და ამის ბაზარი მუდმივად მზარდი, ანუ შეუძლებელია ამის ბაზარი შემცირდეს პირიქით. შეიძლება ითქვას, რომ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხდება ისეთი მოწყობილობის მფლობელი. იგივე smartphone-ის ან ტაბლეტის, რომელზეც ყველაზე კომფორტული არის ასეთი წიგნების წაკითხვა. ეს ბაზარი ძალიან პერსპექტიულია და ვფიქრობ, რომ მომავალში კონკურენცია კიდევ უფრო მეტ გაიზრდება ამ ბაზარზე. რაც რასაკვირველია ხარისხში აისახება დღეს ქართულენოვანი მაგალითად იგივე მობილური წიგნი აპლიკაციები ძალიან ცოტაა, ძირითადად ის რასაც ვაკეთებ ჩვენ და კიდე რამდენიმე კომპანია მაქსიმუმ, მაგრამ გვჯერა და ვიცით რომ ეს აუცილებლად გაიზრდება ხარისხის და რაოდენობაც ასეთი აპლიკაციების. ამასვე პროგნოზებენ პრინციპში აი ეს ფრანკფურტში რო ვიყავით, ეგ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ცნობილი გამომცემელი იყო და იგივე ფრანგული გალიმარი, იგივე პლონი, წამყვანი ფრანგული გამომცემლობები თუ გერმანული გამომცემლობები მუდმივად ამაზე აპელირებენ, რომ ცოტა ხანში ელექტრონული წიგნი ნამდვილად დიდი ნაწილით ჩაანაცვლებს ბეჭდურ წიგნს და სულ მასზე წუხდნენ თუ არ ვიცი შეიძლება არც წუხდნენ. ეს ვრცელი თემაა რეალურად აუცილებლად მიუძღვნით ამას ერთ გადაცემის ერთ ნაწილს. მინდა ბესოსთან მიუბრუნდე, აი თქვათ არსებობენ მწერლები, ვინც კომპიუტერულ თამაშებისთვის წერს სცენარს, ანუ რომანს წერს როგორც კომპიუტერულ თამაშს. ამაში ეხმარება ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანიები. თქვათ სტივენ კინგი გაგრძელებებს ხოლმე იმ შემთხვევაში და თუ კითხველი ფულს ჩაურიცხავს და აკეთებს ამას ინტერნეტში. ანუ შენი და ინტერნეტის დამოკიდებულება. გასაგებია, წეროდან გამომდინარე, შეგვიძლია დასკვნები გავაკეთოთ, მაგრამ აი ხო არ აპირებ რაღაცა იმ მსგავსის გაკეთებას. შეხმატკივებული ურთიერთობა გვაქვს ძალიან, დაიხანია და ამას პრობლემებს არ ვქნით ერთმანეთს და ნუ ერთი ის მოიტანა ინტერნეტთან, ეხლა ამ ელექტრონულ წიგნებზე რო ჩამოვარდა საუბარი, ეს მართლა ის არის გარდაუვალი პროცესი, როგორც თავის დროზე ურემი შეცვალა მანქანამ, ალბათ მოვადრო, რომ როდესაც რაღაც თქვათ ეს წიგნი თვითონ ეს სტამბაში დაბეჭდილი ქაღალდის წიგნი შეიძლება რაღაც ისეთ იშვიათ რაღაც ექსპონატად იქცეს, რომელიც ნაკლებად იქნება რაღაც ელექტროფიცირება მიდის აი. თუმცა რო ლაპარაკობენ წიგნის სუნი და ხო, რა ელექტრონული წიგნებთან ერთად აუდიო წიგნების ისეთივე თავი კარგი იყოს და ნაწერი გაძლევდეს იმას, რასაც ეძებ მასში თუ გინდა ხეზე იყოს ამოკაწრული. არა აქვს ჩემთვის ისეთი ხო არა აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა რა ფორმით მივაწვდი და ყველანაირად ერთ-ერთი ეს ვიცი რომ ინტერნეტი არა მაგრამ კომპიუტერმა ხელი გამიფუჭა რომ ხანდახან კალამს რო მოვიხელთებ ხოლმე მიჭირს ხოლმე რაღაც გახსენება
რაღაცეებს. ხელწერა დავკარგე, კალიგრაფია აღარ ამოდის. და ხო, ერთი ეს მაქვს პრეტენზია, რომ პირდაპირ მიწევს უკვე აკრეფო და აი ესე რაღაცნაირად სხვა ინტიმია შემოსვლა. ხო, თავის დროს ამან უფრო გაუვიოლა, მაგრამ მაინც ბევრი არაფერი დაკარგულა. ერთადერთი მე ის დამიკარგა, რომ ხელი გადაწერა მეზარება ხოლმე ძალიან და ვცდილობ ხოლმე რომ ძალიან ზუსტი და ისეთი ვიყო რა მობილური მაგ დროს და ზუსტად ის დავწერო რაც გადაკეთებას და გადაჭყავნოს და მე თავიდან გადაწერას არ მოითხოვს და კომპიუტერი კიდე გაძლევს მაგის საშუალებას რომ ნებისმიერი შეცდომა იქვე გაასწორო ისე რომ კვალის არ დარჩეს არაფრის და მოკლედ იმედია შენ ყავს წეროზეც ვიყო. კი, მე 12 ნოემბერს ველოდები და რა ვიცი, ვფიქრობ რომ რაღაც რა ვიცი, ნახოთ. სხვებსაც შეუძახებ ისე წერილებს რომ აუცილებლად. და მეც მინდა მიმართო მაყურებელს, რომ ვინც წერთ, კითხულობთ აუცილებლად. მიაქციეთ ყურადღება ამ კონკურსს, დაირაზმეთ, მინდა წერო, უნდა წერო, როგორც ეს სლოგანი გვეუბნება. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. და ჩვენ კი გადაცემის შემდეგ ნაწილში უკვე ისევ გიფტზე ვისაუბრებთ თეატრალურ ფესტივალზე და გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი.